მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა საუბუნი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახავთ ტრანსპლანტაცია. გაგვესაუბრება ჩვენი მუდმივი რესპონდენტი, ხუდელი კონსტანტინე გიორგაძე. დაგულოცეთ მამაო. ვითომ დაგულოცეთ. მამაო, თანამედროვე მედიცინა მართლაც სასწაულებს ახდენს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ორგანოების გადანერგვა, ტრანსპლანტაცია. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? იგი მოიცავს არა მარტო უშუალო ტრანსპლანტაციას და ამ გადანერგვას, არამედ იგი დაკავშირებული ესეთ მედიცინის სხვა ესეთ დარგებთან, როგორიც არის ქირურგია თავისთავად, რეანიმაცია, ანესთეზიოლოგია, ფარმაკოლოგია და ჯამში მთლიანად რა თქმა უნდა ემსახურება ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას. მოგესალმებით, რომ დარგის განვითარება საფუძველი ჩაეყარა 1954 წელს ამერიკაში, როცა ამერიკელმა ექიმებმა სცადეს თითქმის გადანერგვა, რომელიც წარმატებულად დასრულდა. დღეს როგორც მოგესალმებით, ძალიან დიდი ძროები არის ამ დარგში. მე ვიტყოდი მაინც და ასეც არის ეს წამყვან სახელმწიფოდ ტრანსპლანტოლოგიის ეკლევა მაინც ესპანეთი და რა თქმა უნდა ევროპაშიც ათასობით და 10,000-ობით ოპერაციები კეთდება. ტრანსპლანტაცია თქვენ იცით არის ორგანოების თირკმელის, გულის, ფილტვის, ღვიძლის, პანკრეასის გადანერგვები და სხვადასხვა გადანერგვები, რომელშიც მედიცინამ რა თქმა უნდა გარკვეულ და ძალიან დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ღვთის განგებით ხდება წინსვლა მედიცინისა, რამე თუ მედიცინა არის ისე ვიმეორებ ღვთივკურთხეული დარგი და მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რელიგიას პირიქით. რელიგია, ეკლესია აკურთხეს მეცნიერებას, თუ ეს არის ადამიანის სასიკეთოდ, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ როცა მიდის ლაპარაკი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე, ეს მართლაც ღვთის განგებულებით ხდება. ყოველივე ადამიანს უფალი უხანგრძლივებს სიცოცხლეს, ამათუ იმ გზებით და ერთ-ერთი გზა ალბათ ტრანსპლანტაცია იმისათვის, რამე თუ ადამიანს კიდევ მიეცეს დრო მოღვაწეობისა, დედამიწაზე, სულიერი მოღვაწეობისა, ხორციელიც რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მაინც ხას უსვამთ სულიერ მოღვაწეობას, დრო კონდეს აღსარებისა, სინანულისა და უფალთან შეხვედრისათვის მომზადებისა. დიახ. მამაო, ტრანსპლანტაციის სხვადასხვა სახე არსებობს. თუ შეიძლება გვესაუბრებ თითოეული მათგანის შესახებ. დავიწყოთ ტრანსპლანტაციის კლასიფიცირება. პირველად დავასახელოთ ესეთი ტრანსპლანტაცია, რომელსაც ქვია ალო, ანუ ჰომო ტრანსპლანტაცია. ეს ითვალისწინებს ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანისთვის გადანერგვას რომელიმე ორგანოსი, რომელიც ეს ფართოდ არის გავრცელებული ამ დარგში და მინდა გითხრათ ის, რომ მედიცინამ კი წაიწია წინ თქვით, მაგრამ და ბევრი დაავადება აღიკვეცა, მაგრამ მათ ნაცვლად ახალი დაავადებები მოდის და უფრო ფართოა უკვე ჩვენება ტრანსპლანტაციისა დღევანდელ ჩვენ ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანი ელოდება ამ ორგანოს, ამ დაავადებული ადამიანი, რომელიც დგას რიგში და ელოდება დონორულ ორგანოს. ტრანსპლანტოლოგების ეს ოქროს წესია ესეთი, რომ დონორული ორგანო უნდა ექნეს გადანერგილი ყველაზე უფრო პერსპექტიულ ავადმყოფს, მომლოდინეს ამ ორგანოსა და ზუსტი იმუნოლოგიური შეთავსებით. თქვენ აქ იცით, თუ არ იქნა იმუნოლოგიური შეთავსება, შემთხვევაში ხდება. ხო, ნუ максимალურად იყოს მიახლოებული ყოველ შემთხვევაში, რა სრული მიახლოება ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მშობლისგან, ან ძმისგან, ესეთი ახლო ოჯახისგან, მაგრამ აი максимალურად იქნეს მიახლოებული და დაკავშირებული აი ეს იმუნოლოგიური პროცესი. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობაში თვალნათლე არის და მკაფიოდ არის შეწირილი ის, რომ ადამიანების ორგანოები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული ყიდვა-გაყიდვის საგნად. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ესეა, თუ არ ვცდები მხოლოდ ჩინეთშია ის, რომ იქ ოფიციალურად შეიძლება ხელშეკრულების ნიადაგზე გაყიდვა ორგანოებისა, დანარჩენ ქვეყნებში ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება და ისჩება კანონით. ანუ საქართველოშიც მიღებულია კანონი. რა თქმა უნდა, საქართველოში მიღებულია ეს კანონი და
ის როგორც კი უკვე ეს რა თქმა უნდა პასუხის საგებულო საქმეა. ცდილობა რომ აი ვიღაც მდიდარი ადამიანი ყიდულობს მესამე ქვეყნის მოქალაქის რომელიმე ორგანოს იმისაც რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები შიმშილით არ მოკვდნენ და ანუ ესეთი დახმარება აუწიოს ეს მე ვფიქრობ რომ მხოლოდ კეთილშობილური ნიღაბია და ცინიზმია. თუმცა რა თქმა უნდა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც შეიძლება ადამიანი ოჯახის წევრებს შორის იყოს დაუშვათ შვილს სჭირდებოდეს და დედამ გადაუნერგოს ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, სწორია, თუმცა ესე ძალიან ახლონაცობაა და დედა ყოველთვის მზადარი იმისთვის რომ შვილს გადაუნერგოს. გაყიდვა არ შეიძლება. დიახ, გაყიდვა არ შეიძლება. ეხლა შეიძლება ადამიანს მისცე შენი ორგანო აბსოლუტურად უანგაროდ და მე გავიდეს წლები და იმ ადამიანმა ისეთი სიკეთით გადაუხადოს ამ ადამიანს უფრო მეტად ხო მე სხვა საქმეა მაგრამ მეხილობაში მეგონა შეიძლება პირდაპირ ესე ყიდვა გაყიდის საგანო ობიექტად იქნეს ადამიანის ორგანო მე მინდა გამონაკლისის დაუშვა აქ ამ მაგრამ შეიძლება ადამიანმა გაყიდოს თავისი ორგანო იმისათვის რომ მისი ნათესავისა და ოჯახის წევრის რომელიმე რთული ოპერაცია დააფინანსოს რომ ამით გადარჩება ეს მართლაც კეთილშობილური აქტია ზუსტად აქ მუშაობს აი ეს უფლის სიტყვები მის დადოს მოყოსა და სულთვის მან მოიპოვოს სულითვისი მამაო აუტოტრანსპლანტაციის შესახებ რას გვეტყვით მართლაც არის შემდეგ და განმარტოთ თუ შეიძლება რას ნიშნავს ეს სახელწოდება აუტოტრანსპლანტაცია ეს ნიშნავს იმას რომ ადამიანი თავისი ორგანოს ერთ ნაწილს მეორე ნაწილზე გადაინერგავს. ანუ მაგალითად როცა არის დეფექტი კანისა, დამწრობისა და ამ შემთხვევაში ერთი ადგილიდან იღებენ კანს და მეორე გზაზე გადაინერგავენ. აქ არავითარი შეუთავსებლობაც არ შეიძლება იყოს იმუნოლოგიური, ეს მისივე სხეულია. არის კიდე ესეთი მაგალითები, როცა ძვლის ტვინიდან იღებენ ღეროვან უჯრედებს, ანუ ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებს და გადაუნერგავენ ისევ ადამიანს, როდესაც ის მაგალითად იკეთებს ქიმიოთერაპიას ამ მძიმე დაავადებებისთვის, ლეიკოზური დაავადებების დროს. შემდეგი მომენტი არის ხდება ასევე ცხოველებიდან გადანერგვა. კი, ამას ქვია ქსენოტრანსპლანტაცია მართალი ბრანდებით. ეს არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას და აი მაგალითად რა მაგალითი რომ მოვიყვანოთ ამ დროს, როცა თუნდაც აი იმ დეფექტის დროს, კანის დეფექტის დროს ხდება ცხოველების კანის გადანერგვა სხეულზე. და ბოლოს მინდა თქვა ის რომ არსებობს ესეთი ტრანსპლანტაცია რომელიც არის მიცვალებულისგან, ანუ გარდაცვლილი ადამიანებისგან, რაც უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება სოფლიოში. ახლა არის სოფლიოს ისეთი ქვეყნები, სადაც ის კანონდებულ დონეზე არის ჩაწერილი, რომელსაც ადამიანი გარდაიცვლება, ავტომატურად მისი ორგანო ხმარდება რომელიმე რეციპიენტს, რომელიც ელოდება ამ ორგანოს. წინასწარ ხდება შეთანხმება ამ შემთხვევაში. წინასწარ არა, ხო და მაგას გქონებით, რომ არის სახელმწიფო, სადაც წინასწარ ხდება, სადაც არ ხდება, აი ავტომატურად ხდება. ხო და აი ჩვენ ქვეყანაში, და ბევრი კიდე სხვა ქვეყანაში, იმ შემთხვევაში შეიძლება აი იყოს მიცვალებულიდან ორგანო, თუ მას აქვს დაფიქსირებული ის რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანო შეიძლება მოხმარდეს სხვა ადამიანს სიცოცხლის შარժვებლად. რა თქმა უნდა ეს მისი მხრიდან არის კეთილშობილური აქტი, ეს მის ცხონებას წაადგება, მაგრამ თუ არ არის ესეთი აქტი დაფიქსირებული, ან მისი თანხმობა დაფიქსირებული არის სიცოცხლეშივე, ეხლა მე არ ვიცი კანონმდებლად როგორ იქნება ეს საწი, მაგრამ ორ თვეში ალბათ ეს საკითხი მაინც ჩვენ ღიად უნდა დავტოვოთ. მამაო, საქართველოშიც არსებობს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია. მოდით მოусმინოთ მის ხელმძღვანელს ბატონ გია თომაძეს. სოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 100,000-ზე მეტი ორგანო ინერგება. ამ ორგანოებს შორის არის პირველ ადგილზე, ანუ ყველაზე უფრო ხშირად ინერგება თირკმელი, დაახლოებით 60%, ანუ 60,000 გადანერგვა წარმოებს. მეორე ადგილზე არის ღვიძლი, გული, მერე არის ფილტვი, პანკრეასი და ბოლო ადგილას არის ნაწლავი. საქართველოში ჯერჯერობით სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ორგანოს გადანერგვა, თირკმლის გადანერგვა წარმოებს.
თუმცა ჩვენს ასოციაციასთან არსებულ საინფორმაციო ბანკში აღრიცხვაზე არის 130 პაციენტი ორგანოგადანერგილი. მათ შორის 14 არის ღვიძლგადანერგილი, ხოლო დანარჩენი თირკმელგადანერგილი. ყველა ღვიძლგადანერგილი პაციენტი ნაოპერაციებია საზღვარ გარეთ. თუ ჩავთვლით იმას, რომ დღეისათვის 1000-ზე მეტი პაციენტი იტარებს, ასე ვთქვათ, შეერთებულია დიალიზთან, ანუ აქვს თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია და რამოდენიმე ათეული ახლად გამოვლენილი შემთხვევები არის ღვიძლის ციროზის ტერმინალური სტადიისა, გასაგები გახდება, რომ საქართველოში ეს დარგი უფრო მეტ აქტიურობას საჭიროებს, საჭირო უფრო მეტი გადანერგვების განხორციელება, ვიდრე დღესდღეობით ეს წარმოებს. ამ დარგის არასათანადო განვითარების საფუძველი საკანონმდებლო ბაზაში არ მდგომარეობს. კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ მიღებულია 2000 წელს და იგი გულისხმობს როგორც ცოცხალი დონორის გამოყენებას გადასანერგად, ისე გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გამოყენებას გადასანერგად. ცოცხალი დონორების არეალია შეზღუდული და განისაზღვრება მხოლოდ ახლო გენეტიკური ნათესავით, მეუღლით ან მეუღლის ახლო გენეტიკური ნათესავით. და ეს შეზღუდვა არ არის განპირობებული იმითი, რომ თქვათ სხვა უცნობი არ შეიძლება შეესაბამებოდეს პაციენტის იმუნოლოგიურ მაჩვენებლებს. ამის საფუძველი არის ის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ორგანოებით ვაჭრობა, რომელიც სამწუხაროდ მსოფლიოშიც განვითარებულია და განსაკუთრებით არის განვითარებული იმ ქვეყნებში, სადაც სიღარიბის დონე არის მაღალი. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს დონე კიდევ უფრო მეტად მაღალი იყო 2000 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარკვეული შეზღუდვები ორგანოთა დონაციასთან დაკავშირებით, ანუ ვინ შეიძლება იყოს ორგანოს დონორი. საქართველოს კანონმდებლობით, რა თქმა უნდა, ორგანოების ვაჭრობა აკრძალულია. მამაო, ზოგიერთ ადამიანს აინტერესებს, რამდენად შესაძლებელია ორგანოს გადანერგვის შემთხვევაში გადაეცეს იმ ადამიანის თვისებები, რომელიცგანაც ინერგავს ამა თუ იმ ორგანოს. მართლაც ისმის ესეთი კითხვა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ესა თუ ის ნიჭი, ან ნიშანთვისება, ეს არ არის ხორციელების, ანუ სამშვინველის ნიშანთვისება, ეს არის სულისთვისება. და ამიტომ აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად დონორი იყო მაგალითად მუსიკოსი, რეციპიენტი, არის შემთხვევები, რომ რეციპიენტი ფიქრობს იმას, რომ ახან ის მუსიკოსი იყო, ამიტომ მეც ეს ნიშანთვისება უნდა განვავითარო და ალბათ გამომივა. მაგრამ რა თქმა უნდა, ესე არ არის და ჩვენ თუ იმას ვამბობთ, რომ ეს სულისთვისებაა, მე მინდა ხაზი გაუსვა ამასაც, რომ როცა ხდება ოპერაცია, ანუ ხორციელი ოპერაცია, ანუ გადანერგვა ორგანოსი, აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩარევა ხდება სამშვინველის დონეზე, ხორცისა და სამშვინველის დონეზე და აქ სულს არავითარი ამ შემთხვევაში კავშირი არ აქვს და ანუ ეს ადამიანი არ იცვლება არანაირად. არა, რა თქმა უნდა არა, იმას ისევე თავისი სული გააჩნია და იმ სულის მიხედვით მოქმედებს და მოძრაობს იგი. მამაო, ჩვენი გადაცემა დასრულდა, მადლობას მოგახსენებთ, დაგულოცეთ. მე თვითონ დაგულოცოთ კეთილი სურვილებით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.